გაეროს სურსათის დახმარების სააგენტოს განცხადებით ისრაელსა და ჰამას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ ღაზაში მცხოვრებ 1 მილიონ ადამიანს სურსათის პაკეტები დაურიგეს. ზავის ამოქმედებიდან 3 კვირის შემდეგ მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მონაწილეებმა ღაზის სექტორში მეტი გადასასვლელის გახსნა მოითხოვეს. მათი მიზანი მოსახლეობისთვის საკვების სწრაფად მიწოდება იყო. გაეროს სააგენტოს ერთ-ერთი მაღალი რანგის წარმომადგენელი ამბობს, რომ საჭიროა მეტი რაოდენობის საკვების მიწოდება. ღაზაში სიტუაცია კვლავ ძალიან მყიფეა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული დადებითი ცვლილებებია, მაგალითად ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ჯერ ისევ ძალაშია. ჩვენ მხოლოდ ტვირთის ნახევარი შეგვაქვს ღაზაში. ჩვენ ახლა მოცულობა გვჭირდება. საჭიროა მასშტაბური ზომები, რათა შევამსუბუქოთ ადგილზე არსებული ვითარება. ხალხი კვლავ სასოწარკვეთილია და შიმშილობს. მათ არ აქვთ ჰუმანიტარული სექტორების სათანადო მხარდაჭერა. მსოფლიოს სასურსათო პროგრამის მონაცემებით ღაზაში მცხოვრებმა თითოეულმა ოჯახმა თითო პაკეტი მიიღო, რომელშიც მხოლოდ 10 დღის სამყოფი საკვები იყო. გაეროს სააგენტომ განაცხადა, რომ აპრილის შემდეგ ეს საკვების რეგულარული დარიგების პირველი ეტაპი იყო. მსოფლიოს სასურსათო პროგრამა ამჟამად ღაზაში მიზნად დასახული 145 პუნქტის ნაცვლად საკვების განაწილების 44 პუნქტს ამუშავებს. გაეროს შეფასებით ყოველდღიურად 700,000 ადამიანი ახალ პურს იღებს, თუმცა როს სმიტი ამბობს, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ ხედავთ პროგრესს კოორდინაციის სხვადასხვა მექანიზმსა და იმ დაბრკოლებასთან დაკავშირებით, რომლებიც ადრე გვექმნებოდა ლოგისტიკური ოპერაციების დროს. თუმცა პრობლემა ისევ არსებობს. ჩვენ გვჭირდება ყველა გადასასვლელის გახსნა. ამჟამად მხოლოდ 2-ია. აუცილებელია ღაზის სექტორში ყველა შიდა მარშრუტი ჩვენთვის ხელმისაწვდომი იყოს. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გადაადგილება და ხელშეწყობა, რომ ჩვენი კოლონები გადასასვლელ პუნქტებზე არ შეაფერხონ. ამჟამად ეს კვლავ პრობლემური საკითხია. ორწლიანი დამანგრეველი კონფლიქტის შემდეგ ასობით ათასი ოჯახი კვლავ საჭიროებს საკვებს. მათი უმეტესობა იძულებით გადაადგილებულია, კვების უზრუნველყოფის სისტემა მოშლილია. მოსახლეობისთვის არც ძირითადი საჭიროებებია ხელმისაწვდომი.